ლაშა მითხრა რომ 1 ლიტრიანებშიო არ ჩადობო. რო ხსნით ხოლმე მე, ანუ ისე იმ ხელა ბანკებში ჩავდო, რომ გახსნა იმ წუთას იხმარო რა. მაგრამ ეს ჩავდო. აი მე შეხარ ჩავტენი, ეს ბანკები ძალიან მოხს ხიზილალის. ტუფტა ხიზილალისები. მაგრამ ეს რა არის, მაიმუნობებია მოიც ერთი რა. ეს არის ერთი. ეს არის თაფლის სუნიაკ. ეს არის შავნაბადის თაფლის ბანკა. რა ქენის ვედრა? ეს ერთი. აკაბოა, ეს ძალიან პატარა არა. მე მგონი პირიქით უნდა დამეყენებინეთ, იმიტომ რომ ესა ესეთიც არ მინდა, ანუ ის არ მინდა რა, მე მოხუფვა რომ დაჭირდეს, აი ესეთი მინდა. და რამდენად ვიპოვ მაგდენს ახლა? იმიტომ რომ ძირითადად უპოვით რომ რაღაცები მაქვს ამაში, ეგეთებში. აქეთ ტყუილავთ გავარ, იმიტომ რომ ცოტა დიდებია, მეტად დიდი ბანკებია. დატრიანდეთ. ესე ამის სახურავი გაფუჭებული იყო და გადავაგდე. აი ერთიც ვიპოვე. ეს კონტეინერებისა დავდოთ. ესეც შავნაბადაა. ესეც უფიანია. ეს რამდენიანია? დიდია. ესეც დიდია. ბატარები არ არის აქ. აი ესეც შეიძლება. ბევრიც არ გამოვა დიდად რო გითხრათ რომ ბევრი გამოვა მე, იმიტომ რომ როცა ჩატენი ძალიან აი რო შეხედავ იტყვი რომ ამისთვის ავწვალობდი. ესეც კაია. 4 ბანკა ვიპოვე. ესენი დიდები. იქნება ხელი გამიტკბილია და რომ რაღაცა ბანკა იყო, ეტყობა დასუსრილი. სავარაუდოდ თაფლიანი? თაფლისები გარეცხი. რათა ვერ იყო კარგად. აბა ეხა იქით გავიდეთ. ძალიან იმაში რა ქვია, შავა ადგილა, სადაც ერთ რაღაცებს, ზედმეტ რაღაცებს ვინახავთ ხოლმე, აი აქ. ესეც კაი დასალაგებელია, რომ იცოდეთ, მაგრამ იყოს εκεί რა. პატარა ბანკას ვეძებთ, ხოში ვხვედრიათ. ნახე აქ რეები მაქვს. ოდესღაც რო ბავშვებს ვაჭვეთი ხოლმე. და ამაში მიყვარს მალინის მურაბის გაკეთება. ესენი შევინახოთ. წავა. ეს ერთი. აქ დავდოთ. 1-2 საათს რა ვიღო, всё. საკმარისია. აი ვიპოვე. ისი არის რა ქვია? ბამწვანე ბარდა. მამაიონეზი კი რა ქვია? მწვანე ბარდა, მე გაროხს რო ვეძახ. რა ვიცი, არის ყოფა. ესე წავიდა. ამას ვიმეშვები ხოლმე, რომ ეს უნდა იყოს ყველაზე საღი. ჯანდაბას ახლა ესე მივიყუდებ ზედ, რომ მასაც რომ მოვჩები. სანამ ვინმე მოვა და აბანოში რიგს დაიკავებს, ჯერ ვერ შევალ. თორე სულ გავიდით დღე. აი ეს. ესე იგი, 7 ბანკი. არ ამგონია რომ ამდენი დამჭირდეს. ხამას გავაკეთე, ცოტა ხანი წამოვწვევი და
გავაგრძელებ მე ისევ საქმეს. იმიტომ რომ ვატყობ რომ დავიღალი არა, დამძიმდი უფრო. Yes. ამასობაში ამ საერთხსაც 3 წუთი აკლია. გეფიცები 3ჯერ დატრიალდა რამის საათიანი ისა რა ქვია პროგრამა რა მათ საერთხის მანქანის და მე ჯერ ისე ვაქავარ. არ გადმოცვივდით. მამიდა ჩემს ველაპარაკებოდი და ამასობაში 3 ბანკა ჩავდი ამ სელფის ჯოხს ვერ ვენდობი არ არის მყარი. ანუ შტატივი არ არის რა ეს მოკლედ რა. ეს სელფის ჯოხი. ანუ ამოვწურე, ნახეთ. საერთოდ წვენი აქ ამას თავისი ოღონდ აი, ნახე ეთყობა კიდეც. საკმაოდ მლაშე. ამიტომ მე მაგის აღარ ვუმატებ. აი პლასმასის ვედრიდან ამოვწურე, ხა გასარეცხია ის ამაში მქონდა ჩაადებული. ძალიან გავაცალე მეთქი წყალი არ მithქვი, უბრალოდ ამოვწურე და ასე ვიღებ და ვტენი ბანკებში მაქსიმალურად და წვენსაც უშვებს მე რო სიაწვევი და მეტი წვენი აღარ უნდა რა. მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ეს 7 ბანკა რაც გამოვიტანე. ცოტა 1-4 საათს უნდა მოვძებნო. ესე კარგად აწვევი მე უკვე ნახეთ ესეთ ხო თითქოს არაფერი, მაგრამ აი ნახეთ წვენი, ხედავთ? იმდენი უნდა ჩადო, ამას თუ საშუალება არ მისცე. ამასობაში მივხვდი რომ შია და არ მიჭამია საჭმელი. ეხლა მას ცოტა ხანი შევასვენებ და საჭმელს შევჭამ. ოღონდ იმას დაველოდები გამოიქცა საერთხის მანქანა. ცოტა ხანი იმასაც დავასვენებ და კიდე ჩავშევ, იმიტომ მე-3 დატრიალდა ჯერ, რომელი საათია 11. მისი სახურავი, ეს არის? იფას. იმდენი ვაცემინე დედას გეფიცები, რომ წინაღარ თუდად გავხდი. ხელები დამეწვა, გავიწმინდო, აი იქ ტილო გადევთ თქვენ და ისევა დავადო არ ამოპირქვავდეს ეგ. გავსინჯო? ნახოთ როგორი. გემრიელი? მართლა გემრიელი იყო. მამალების ხმაზე უკვე ოღონდ ისა მივეჩვიე. არ ვიცი ახლა თქვენ შეიძლება გაგეზიანებთ ზოგს. ემიგრანტებს ვიცი რომ უყვართ. ვინც ერთი მომღერალი ქათამი აშკარად. ვიცი რომ ეს ხმები ვინც სოფელშია გაზრდილი და რაღაცა ემიგრანტებისთვის უფასია. მეც მიყვარს რაღაცა გიმალოთ და თან მივეჩვიე რა. აი რომ მეძინოს და თავთან მეჯდეს და ყიოდეს უკვე რეაქცია აღარა მაქვს. უბრალოდ ვეჩხუბები ხოლმე ვიდეოს თუ წერ და მაგ დროს რო წიოკობენ რომ ზოგს ხო არ მოწოს, მაგრამ რა ვქნა ხა. პირბადებს ხო რა ვაკრავ. გონი არიან. არა მაქვს მაგდენი. ესე თითქოს პატარა ბანკა, მაგრამ რომ ტენი იმდენი ჩადის ხო ეს უნდა ჩაეტიოს კი არა და წესით ადგილს უნდა დარჩეს. აი წყალიც კარგად ამოდის თავში. ეს ერთ-ერთი შავნაბადის
სად არის? შეცდომის დაგაფარი, შენ შავნაბადის ახალ. არა დამჭირდება უეჭველი. ორი ბანკა გადამრჩა და ჯონჯოლი ნახეთ. 3 კი არა, შეიძლება 4 და 5-იც დამჭირდეს. წელს მეტი, ბევრი დაიკრიბა. ალუჩაზე ვარ გულდაწყვეტილი ძალიან. ჩვენ ალუჩაზე. შაშა წინ არის ხა. შაშა 1-3 წლის წინ ესხა. მე არ ესხა. შაშა კარგად ესხა და წელს ზუსტად იმ პერიოდში, როცა ყველაზე ძალიან მინდოდა ალუჩა და ზოგადად ფერცინებისთვის ალუჩა ხო იცით როგორ ის არის. ნაყიდი კიდე იმდენად გემოს ვერ ვატან, ოღონდ მართლა ნაყიდს, თორე ეხა თბილისში რო ვიყავი, ვუყურე რა, ეხა ვიყიდი მეთქი, მაგრამ აი არა არ მომეწონა. ხა რამდენიმეს გამოიბავს, მაგრამ ანუ მეწლეულია რა. მეორე წელს იქნება. ანუ გაბრიელს ექნება ალუჩა, რომ შეჭამოს. ესე მეორე წელს ამ დროს იქნება სადღაც 9 თვის და თავისუფლად შემიძლია ალუჩა გავალოღნო, რომელიც ძალიან კარგია სახლის მithumetes შეწამლის და ყველაფრის გარეშე ესეთი სოფლის პროდუქტი ბავშვისთვის. წეგან 1-2 წუთიანი შეკაქანება მქონდა და პირამდე გაივსო. და ვუყურებდი TikTok-ის რაღაცა იმას რა, რომ აი ბავშვებზე და რაღაცა იყო იმუნიტეტი როგორ უყალიბდებათ რაღაცა და რატო არიან სოფლის ბავშვები უფრო მეტად იმუნურები სხვადასხვა რაღაცეების მიმართ. იმიტომ რომ ბავპატარობიდან აქვთ შეხება ძაღლებთან, კატებთან, ბაქტერიებთან, ეგეთ რაღაცებთან, ქვასთან, ბალახთან, ლოკოკინასთან. ბარბარე პატარა რა იყო, ლოკოკინა დახქონდა ხელით ხოლმე და ესეთი ჩაუყოფდა ხოლმე. ხო და ხوارიანი იმ კატეგორიის ხალხი, რომ აუ მაგას არ მიეკარო ხელი არ მოკიდო, მოდი გაგისპირტო, მოგი დეზინფექცია გაგიკეთო. ერთ-ერთი ახლობელი მყავდა, რომელიც დეზინფექციას უკეთებდა ხოლმე ჩვილობიდანვე. აი ყველაფერს სოსკარო ოთახში დავარდებოდა ხოლმე დეზინფექცია, მთელი გამოხარშვები და რაღაცეები ბავშვი რომ ტირილი დაიღლებოდა ის სოსკას ახარშავდა ხოლმე. მიეცი ქალო, მიეცი ვეუბნები. თავარია ბოდიში და ნეხში და სკლინჩი არ ჩავარდე, მოუსვი ხელი რომ არაფერი აყვეს, დანარჩენი მიეცი. აუცილებელია ის ბაქტერია. და მართალიც არის რა, რომ შეხება თუ გაქვს ბევრ რაღაცასთან ბავშვობაში. უფრო იმუნიტეტი გაქვს ძლიერი. ამიტომ ხალხო არც ძაღლთან დაუშალოთ მისვლა, არც კატასთან, არც ვეფხვთან და არც სპილოსთან. საჭიროა ეგეთ რაღაცებთან ბავშვის ურთიერთობა ყველაფრისთვის, მარტო იმუნიტეტისთვის არა, განვითარებისთვისაც, ზრუნველობისთვის. არ არსებობს ბავშვი ძაღლთან ერთად და კატასთან ერთად გაიზარდოს და იმან მომავალში ქუჩის პატარა მიუსაფარს ან რაღაცას შეეხოს ცუდად, ატკინოს. არ უფრო ზრუნველები არიან ჩემი აზრით. უფრო კეთილები. და ის რომ თავიდანვე უშლი უყალიბდებათ ის რომ ისინი საშიშები, არასასურველები და ზოგადად ზედმეტევი არიან პლანეტაზე. შვიდი ბანკა გამოვიდა, რაც გამოვიტანე, მაგრამ 1-5 ყველა ვარიანტი კიდე გამოვა. ამიტომ ხა წავალ ცოტა შევიქაქანებ და შევჭამ საჭმელს, რომ მართლა მაგრამ მოვშირო. მივხვდი რომ არ მიჭამია. და გავაგრძელებ. იმედი ამ ქვაბში ჩაეტევა ერთ გამოხარშვაზე, კი არა. გასტერილებაზე გამოხარშვა კაიგრე. ერთ წელსაც შევჭამ. თქვენის ნებართვით. მესიაბონა. ამასობაში ხელებიც დამეწვა. მარილიანი როა. იმით ვერ ვაკეთებ. რა ქვია? რა ქვია იმას? მაგას ხო?
ხელთად მანე. აქ ცეკვისებიც არის და იმედია სანამ გაშლება. აჰა, გამოსულა ჩემი მანქანა. შვენიერ, გამოვიღოთ. მაგრამ შეიძლება ვჭამოთ ახლა. სამარხო რა მაქვს. სუპი და ასეთ ის თუნდა მქონდეს. სად არის, ჰე? ხიზილალის პაწაწია. გამერუბე. არა ხახო ტილს არ ვეძებ, ჯონჯოლიანი ხელი მოვისვდე, რაღაცას ჯონჯოლი შევიზილე. ნახეთ. თავისი წვენია. აი ესე ვადებ. ყველას აქვს უბრალოდ დადებული. წესით უბრალოდ დადებული უნდა გქონდეს, მაგრამ ამას რატო აქვს მოჭერილი, ასად აწახოდეთ. არა. მოიცა ორი წამით წყალი ამოვიღო. იმიტომ რომ რამდენიმე ბანკა არის პატარა. ოდნავ და შეიძლება არ უადუღდება ისე მას ჩავიდეს. მოკლედ აი ესე 2 4 6 8 10 ბანკა და ნერვების საშლელი რა არის იცი მე 11 გარეთ ამაქვს უბრალოდ არ ჩაეტიე ავანთე ეხლა ეს ქვაბი რადგან წევა გავხეხე და გავაწყრიალე როგორ მეზარება ხოლმე რო არ არის ამაში ის ძმარი ჩავასხეთ ძმარი უნდა ჩავასხა იმაში ქვაბში თვითონ წყალში რომ აშავებს რა არავსულ ვარ საათი რომელია პირველი 20 წუთია მაღლა არავსულ რაც ჩამოვედი აი წეღა რო გითხარით ავალ დავხატავ მეთქი რას დახატავ არც კი სადავდო ეს არც კი ავსულ ვარ დღეს უნდა გადაცვიდეთ დღეს დაგატარებთ ყველა იმ შიდა პადუალში თუ რაღაცაში სადაც შეიძლებოდა შესვლა ეხლა ფიქრობდი რომ ავიდე მეთქი რა მტვერი მაქვს გადასაწმენდი რაღაცა რა და არა ვერა ხვალ სარეცხი შევყარე ბოლო წესით რა გადი ანუ დღეს მეც აღარ დავრეცხავ თეთრეულ და რაღაცები შევყარე დილას უკაბულცვალ სანამ მაღლა აველი სამჯერ გავფინე სარეცხი სამჯერ მორჩა სარეცხის მანქანა ვერა ვახციე რა ესე ცოტას ჩავასხავ რა ძმარი იცავს დუღილის დროს ესეთი ალუმინის ქვაბების გაშავებას შიგნიდან და ანუ აღარ ძნელია რა მერე გათეთრება რა საათი და 10 წუთი სჭირდება ამას ცოტა ხანი შევიქაქანოთ 2 წუთი ეხლა რო წამოვწვევიცი რომ წელი მომწყდება და ამიტომ არ წამოვწვევი უბრალოდ შევიქაქანებ ნელა ვაკეთებ ახლა სადგარბის უბრალოდ რომ მინდა რომ მოვასწრო რა თორე სხვა არაფერი მოიცადე ეხლა მყავდა ლაშას დეიდა შემოვენით მე ქალი ვარ 3 დღე ავიძახი რომ აი ეს ლაქა არ ვიცი საიდან გაჩნდა წვენი მიასხეს სავარაუდოდ ნინო მაგიდას ბურთი მოვარტყა და გადაეკრევი სავარაუდოდ მაგისგან არის და რამდენი ხანი ავიძახი რომ გავრეცხო ლაშას დეიდა იყო შემოსული ივანეს უყი და ბოტასები თეთრი თითქინა ივანეს წეცვა ნერვიულობდა 42-ები შეუკვეთეო და აი ქათმევი 43-ბიაო და ძალიან კარგად აქვს ივანეს მომიტანა მიწის თხილი და მომიტანა ფინიკი
იმაზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ. ამყევით ახლა. მინდა ურიც ჩაერთა. აი მეღერთ. როგორ რჩებიან გავაგრძელებ დაველოდები, როდის დადებენ კვერცხს. მოკლედ, ფინიკის ამ მქონდა ხოლმე და გარგლის ჩირიც და ნიგოზი ერთმანეთში არეული მქონდა ხოლმე და გავლა გამოვლით თითოეულა შევჭამდი ხოლმე რა. კაია. წელს არც კი გამხსენებია რომელიმე მეყიდა. ანუ ფეხმძიმედს კაია. ეს არის ხო შაქრის მაგივრად რო იყენებენ ამ ცხრებს. კულკა რო დავთეს ვარა მოვა. ჰა, რა სიტყვი. წყალში რო ჩავყარ ვარ დაღივლება? მე საკუთარი ფინიკის ხე მექნება. ეხლა იცი რა მომენტია? აზია რა ვარ რას ვიწყებ და საიდან? უბრალოდ რას ვაგრძელებ და საიდან? ვაიმე, რა დადეთ ეგეთი? მიხვალა ამ ხელა რაღაცა გდია. რა გინდოდა გარეთ? კატარო გარედან შემოდის ეზოში ცუდად ხდები. სანგებრიელია. აი მე. რა გავაკეთოთ? აბა მანანა უცბად. სანამ ისა დუღდება რა შეიძლება გააკეთო. კარტოფილი შეწოს ვაპირები. მაგრამ სუპი მაქვს. კეთილინები უნდა ჭამო. არც არ გავაკეთებ. საღამოს შევწო კარტოფილს, შეჭამო სუპი. ასე რომ მაგან საჭმლის გაკეთება გადავაადგილე. მოკლედ არაფერად. გარეთ გამოდი. ფისო, კუხნაში არ შეხვიდე, თორე მანდვე აი მიგაკრავი, ცოდეს კოჩით. 10-15 წუთი ხა წავიდი და წამოწე, არაფერი არ დაშავდება, იმიტომ რომ წავედი. შევიქაქანე. სანამ გამერიფება. სანამ ამას ვაუხუფავ. სანამ ჭუჭელს დავაბინავებ. როცა დავთესო. ერა უბედურობა. ძალიან მაგარია მინდია. აი, ცოცხალი ხარ ესეთ ამეთში, ცოცხალი. აბა რა იყო გუში? სუდა ესე დავდიოდი, აი. ანდროს იქ ვიყავი ბაზრობაზე? აჰა. და მკვდარი ვიდავდიოდი. მედი რა გაიღვიძე, ხალო. წაველი აბა, თქვენც. ამას წავიღებ და წამოვწევ. მაგრად.